ეს მოტოსფეროა, მოგესალმებით. Როგორც იქნა განვაახლეთ პოდკასტების ჩაწერა, დღეს ვიმყოფებით პოდკასტ არიაში და ჩვენი სტუმრები არიან კავასაკი H2-ერი და გიორგი ჯიჯი აბაშიძე. როგორ ხარ, გიო? მადლობა. გავს როგორ გძნობთ პირველ რიგში? გადასარევად, ახალგაზრდულად. ჩვეულად. ესე იგი, მე დღეს შეიძლება ძალიან დიდი ყურადღება ამაზე გადამივიდეს რა და არ შეიმჩნიო. მე წავა. არა, შენ იყავი. ეს თვალი გამიქცევა ხოლმე უბრალოდ რა. იმიტომ ძალიან რთული არის ეს მოტოციკლეტი, ესე ახლოს ყავდეს და არ უყურო. გამიგებ ალბათ, ან შეიძლება რა მაინტერესებს და საიდან დავიწყოთ რა, ერახანს ეს პოდკასტი ახლა დაიწყო, მოდი დავიწყოთ იქიდან, საიდან დაიწყე საერთოდ მოტოციკლეტის მართვა. რამდენი წლის ყავი რითი? რომელ წლებში? წელი არ მოხსნა, პატარა ვიყავი. კინოებში ხო გინახე ლიანდაგზე რო ჩერდება მანქანა. ეს ეზოში ჩემთან სწორი გზა არის და ეს ღობეებია და ანუ გზა ჩანს რა. და ეს ზუსტად მან ჩაქრა მოტოციკლეტი. და ბავშვები ვიყავით და მივედით და მერე გავიცანით, დაველაპარაკეთ, სახლამდე მივაგორებინეთ, მერე გამოვაგორებინეთ და ეს ნენელა ხო, ანუ რაღაც ოჯახში ვიღაცას ყავდა და იქიდან წამოვიდა. ოჯახში ჩემთან მოტოციკლეტი არავის არ ყოლია, ყველა წინააღმდეგია. დღემდე? დღემდე, ნუ ეხა არ სიამოვნებ, ზუსტად ვიცი, მაგრამ წინააღმდეგი ეხა რაღაც დამიშლია. საინტერესოა, ხო, სხვანაირად ველოდი მეც. არა, ოჯახში მოტოსთან დაკავშირებით სანათესაოს საგვარეულოში არავინ არ ყოლია. უცნაურია. მანქანები კი მას სპორტთან შეხება არ აქვს. ან ისე დროს დაიწყე შენ რომ მაშინ ხარ რაღაც მოტოციკლეტები, მე მგონი ძალიან იშვიათი იყო. ხო, რამდენიმე იყო. აი, კაი მოტოციკლეტი მაგრამ მე არ მყავდა, მაგრამ ნუ რამდენიმე იყო. აი, ძალიან ცოტა იყო. პირველი მოტოციკლეტი რა ასაკში შეიძინა? არ მახსოვს ასაკი, სიმართლე რო გითხრა. აი, არ მახსოვს, იმიტომ რომ აი ძალიან პატარა ვიყავი რა. ეს თარიღი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავ, ალბათ. არ ვიცი, მართლა ძალიან პატარა ვიყავ. ისეთი პატარა ვიყავი, რომ ანუ აი Kickstarter-ზე, დასაკოქზე რო ვდგებოდი, არ იქოქებოდა. ანუ ის კი არა რომ ფეხით ძალა რომ მქონდა დამეკოქ, просто ვდგებოდი და არ იქოქებოდა. და ანუ ბარდიუთან ვაჩერებდით და რა კედელს ვაყუდებდით და პირველ მოტოციკლს ფათაშოს რო ვიყიდეთ, ჩუმად ვიყიდეთ და ვერ ვქოქავდით. ანუ თეორიულად ვიცოდით, მაგრამ პრაქტიკულად ძალა არ ყოფნიდა. მაშინ YouTube-ზეც ვერ ნახავდი მე მგონი. მაშინ თუ მგონი არ იყო. ხო. და ნუ ყოველ შემთხვევაში ვერ ქოქავდით და ძლივს დავქოქეთ როგორც იქნა, მე იმდონეზე ვერ ქოქავდით, რომ იმ ადგილას სადაც უნდა გვევლო სტადიონი იყო ჩემთან უბანში, მაგრამ იქამდე ხელით ავათრიეთ. და ისიც რომ 4-5 ბავშვი ვაწვებოდი, ძლივს ავიყვანეთ, მე იქ ვიწვალეთ, მე ისე და როგორღაც ნენელა ვისწავლეთ. მაგრამ ეს რომ ვიღაც მოსულიყო და აი მოდი დაჯექი და სიჩქარეების გადამთველი აქ არის და ეს აქ არის და რაღაც არ ვისწავლეთ. შენით მოგიწევ ყველაფერს სწავლა. ხო, აი რო უყურებდი რა საკეთებდნენ, დაახლოებით მასე რა. და აი მაქიდან რა, როცა მოტოციკლეტს აზრზე არიყავი, არაფერი არ იცოდი, როგორ გაიარე ის გზა, რომ დღეს, რავი, საქართველოში ხარ ნომერ პირველი მრბოლელი. ნახე. ყველაფერი იცი მოტოციკლეტზე. ესე რო გითხრა, ეხა ნომერ პირველი მრბოლელი ცოტა ისეთი სტატუსია, რომ მაგას ახსნა უნდა ბევრ რაღაცის, ნუ ეგრეც არ არის, მაგრამ ნახე, როგორ გავიარე და ჩაოლებრივად ჯერ ერთი მოტო იყო, მე მეორე მოტო იყო, მე მესამე მე ნენელა ვითარდებოდი. სხვათა შორის ბევრი მოტო ისე მყავს, ნაყიდი, ისე მიყიდია და გამიყიდეო, დაქოქილი არ მინახავს. ან დამიშლია, ანუ აზრი არ ქონდა. ანუ არ იყო მაშინც. მოტოციკლეტი ერთხელ ბავშვობაში როგორ ყიდოდით? სიტყვა და საქმე გახსოვს? არა, მე ძალიან პატარა. სიტყვა და საქმე იყო გაზეთი და მაგ გაზეთს რო ყიდულობდი, ქონდა პატარა ადგილი, რაც უნდა მოგეჭრა, განცხადება უნდა დაგეწერა, მე რაღაც საფოსტყუჩი უნდა ჩაგიგდო და მე შემდეგ ნომერში დაიბეჭდებოდა. და იქ ეწერა რომ ვიღაც ყიდდა მოტოციკლს და მაშინ მობილურით ვერ დაურეკავდი და ქალაქის ტელეფონით დაურეკავდით, ამად დროს მისულიყავით და ვისთანაც არ ეკავდი, ყველა გეუბნებოდა რომ ბენზინი წამოიღე. აი ეს 1 ლიტრიანი ბენზინით, მეტროთი, სადღაც მივიდოდით, დავქოქავდით მოტოციკლებს და მერე მიდიოდა იქ ვაჭრობა, დამიკელი დაგიკელი, თუ ვიყიდით, ხო კაი იყო. და ესე ნენელა და ძალიან ისეთი დრო იყო რომ მართლა ერთხელ შემხვდა GSX-ერი, სრადი მაგ დროს, ნუ ცოტა მე დაახლოებით 14-15 წელს ვიყავი ვაჟას ბოლოში, ეხლა რო ფრეს ვიყავი მაგის პირდაპირ კორპუსთან დავინახე რომ შეუხვია. და რო დავინახე გაჩერდა, გადმოვიდა ვიღაც კაცი, მე რაღაც დაილაპარაკა, მაგრამ ვიდექ უყურებდი ჩორიდან. და რო დაждდა, სტარტერით დაქოქა და წავიდა. და ვერ წარმომედგინა რომ ადამიანს რა შეიძლება და რა მიღწევა უნდა ქონოდა ღმერთის წინაშე ან რაღაცის წინაშე ისეთ რაღაც რა უნდა გეკეთებინა რომ სტარტერით დაიქოქა მოტოციკლეტი.
წარმოუდგენელი. ვერ წარმოვიდგინე. აი ვერასდროს ვერ წარმოვიდგინე, მოტო მეყოლობდა, რომელსაც როცა მინდა მე დავუძო სტარტს დავუწევ დაიქოქებოდა. იგი იყო ბედნიერი. ეს გიყენია გვერდზე. ამაზე უკეთესად მიწავს, მაგრამ ნუ ეს გააჩნია ვისთვის როგორ. ეხლა ჩემთვის მაგალითად ამაზე უკეთესია. ობიექტური თვალსაზრისით რო გითხრა, როგორც ეხლა ვიღაცა რო გიждდებოდეს სუპრაზე, როგორი ჩქარიც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს, ფერარი მაინც ჯობია. დაწერეთ კომენტარებში. კომენტარებს რო დაწერთ, თქვენთვის შეინახეთ, რაც თქვენ გაგეხარდებათ, ის იყიდეთ, პრობლემა არ არის. ყრია მოტოები გასაყიდათ. არა, აი, რავი. ეს ვისაზრს არ როგორი რაღაცა, იცი? თან ალბათ ისიც აძლევს ფასს, რომ მიუწვდომელია რა. კი ბატონო, ძალიან რთულია საყიდლად. არა მატერიალური კუთხით, იმ მომენტში რომ ანუ არ არის რაოდენობრივად ისე, არც აუქციონებზე არ იდება, რთულია რა. და ნახე როგორ რაღაცა კიდე მაინც რო გითხრა, აი დღეს ახლა სუპრა რო იყიდო რთულია. ხო, ისევ იგივე აზზე მიდიო. მაგრამ მაინც ჯობია. არ მინდა რა. ეს იმიტომ ვიყიდე რომ ანუ იმიტომ კი არ ვიყიდე რომ ამაზე ვგიждდები. აი მუღამი მქონდა სულ რომ რაც ტოპ მოტოციკლეტებია ყველა მყოლოდა. პროსტა მაგის მუღამი მქონდა. ძალიან მაგარი მუღამია. იმიტომ რომ როცა მინდოდა რომ რაღაცები მქონოდა არ მქონდა. როცა საშუალება მომეცა დავიწყე შეგროვება და ხო იდეაში ხო მაგიტო ვცხოვრობ და მაგიტო შრომობთ რომ რავი რაც გვინდა ის უნდა qvdes და გქონდეს. და მეც დიდი სიამოვნებით ჯამში გამომივიდა. სიამოვნებით გამოუყვებოდი ეს შეგიგზას. რაც აგირჩევია და გააკეთა აკეთებ რა, იმიტომ რომ ჩემი ოცნებაც არის ერთ-ერთი ის რომ რაც გარაჟში უთვალავია ეს საოცნებო სულ მინდოდა რომ ყოლოდა აი ეს რა რომ აი მოტო, კვადრო, წყლის სკუტერი, სკუტერ რაღაც ისეთ რაღაცები და სპორტშოს ერთ-ერთი ძალიან დიდი ოცნება მქონდა რომ ყოლოდა მისადმელი. მართლა ზედრო რაღაცა დამლაგები, მოტო და რაღაც დამლაგები, რა. ეგეც ავი. მისადმელიც იყიდა ხო? მისადმელიც. ანუ ყველანაირი ტექნიკა გიზიდავს და გიყვარს. არა აქვს რაც მნიშვნელობა რაღაც. ხო, გამორჩეულად რომ რაღაც მოტოციკლეტები აი შეიძლება დავსდე და დრუჟბით ვითამაშო. მათ რო იქოქეო მევასება. მაინც შეიძლება დავქოქო და არაფერს არ გადავჭრი რა თქმა უნდა. პროსტა მევასება. ანუ მიყვარს ტექნიკა ნახე როცა აი რაღაცის გამო. აი ეს სახელის გამო. ხო. აი რაღაც როგორი მაგარიც არ უნდა იყოს რეალურად, აი სახელის გამო არ მეყოლება. უნდა ქონდეს ის რაღაც რაც მე მინდა რომ ქონდეს. აი იმ რაღაცაში რაღაც რომ მეწონოს. თორე აი როგით რაღაც სახელის გამო, ეხა რეალურად რო აიღო არ ანუ ყველა მოტოციკლეტს ყავს თავის მოყვარული და ნუ ჰეითერი რა. ანუ ეხ მე რაღაც მე არ შემიძლია რომ ვერ იმაგრე რომ მოდია რომ მეკითხე რაღაც მოტოციკლეტს მოიყვანა ჩემთან სერვისში. რას ფიქრობ? და მეუბნები რასაც ფიქრობ და მე ის ადამიანი ჩემთან მე რომ აღარ მოდის. და არის Kawasaki-ით მოსული? არა, მნიშვნელობა, პროსტა რატომ მეკითხე? აი რატომ მეკითხე? თან იცი ანუ რასაც ვეტყვი. ნუ არის ეგეთი რამდენიმე ბრენდი და ინტერნეტში დავწერ რაღაცაზე ვიღაც იკითხავს და ვიღაცა იკითხავს მაგალითად აი რო თქვა ტრიუმფი რამდენად გამძლეა და რო დავწერ არ არის გამძლე და მე ვიღაცები კომენტარებში მიმტკიცებენ რომ გამძლეა და სერვისი მაგ და იყრია ტრიუმფები დაშლი. ვიღაცა სპიდომეტრი აქვს დამწვარი არაფრის გამო. უბრალოდ დაკოქონდა და სპიდომეტრი დაეწყო და ხა $1000 უნდა გადაიხადოს და დაიქოქო და ეგეთ ახლა და არა გამძლეა და ვიღაცა მიმტკიცებს რომ გამძლეა და რეალურად მე შიგნიდან უყურე. ხო. შენ ხელშია გავლილი 10-ობით და შეიძლება 100-ით მოდაც მსგავს. აპს მოატყობთ თქვენ ვირიშვილები. მეც მაგიტო არ გეკითხები ხოლმე ჩემ მოტოციკლებზე არა. რაზე აღარა რომ მე რომ მითხან ახლა რაღაც გამძლეა მე ხო ის სერვისში ნაწილებად რომ იყრია რა აზრია. დაშლილი. ხო, ნუ იმიტომ რომ გამძლე ნახე აი მაგალითად Kawasaki-ს ამბობენ რომ გამძლე არ არის. და მე გეუბნები რომ ტყუილი. ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მოტოციკლეტია მსოფლიოში. ოღონდ გამძლე რატო არ არის იცი? ანუ იცი რას ანგარიშობენ? რომ დაიმტროა მოტოციკლეტი და რამაში რო ტყდება. ხო, აი მეც დარტყმაზე გათვლილი მოტოციკლეტი არც ერთია ენდუროა. ანუ ესეთი სპორტი არც ერთი არ არის. დაიმტრა და რამაში გატყდა და ესე ქუჩაში მიდიხარ, მისეირნობ და უცბად რამაში გატყდა ეგეთ რამე არ არსებობს. ხო. ერთი რა პრობლემაც ჰქონდა Kawasaki-ს, კოლოფის პრობლემა. ჯიგრები არიან, ვერ გამოასწორეს ეგ პრობლემა, სამაგერად გამარტივეს და ადვილად იშლება. ეგეც მიღწევა. ნეიტრალშიც მარტივად ვარდება. კი, ნეიტრალ ფაინდერი აქვს და იმიტომ. და კიდე KTM-ი არის კიდე ეგეთი. ოღონდ KTM-ი ნახე როგორია. არ იმტრევა. დამტრევა, ანუ შენ გულწრფობ ავარიის დროს. ენდურო კი არა. ხო, აი დიუკი. აი ვაფშე რა. ერთხელ მაგაც კინაღა მომიკვდა. ანუ თამარა ის ხო იცი რა ქვია, იპოდრომის გზა როა. უნივერსიტეტის ქუჩიდან წამოვედით, მე BMW-ი ვიყავი და უკან მედგა. და რო დავიძარი, მოტო მაწიაც ხვი და არ
არ დავსვი ეგრევე რა. პირდაპირ ხო მოსახვევია და პირდაპირ მოსახვევამდე მივედი და აი დავსვი თუ არ უნდა მომეხვედა. აი რომ დავსვი ხმა დამხვდა ეგრევე რა. ახლოს იყო დუკის ხმა. და ეგრევე მივხვდი რომ შარში იყო. და რომ მოუხვიეთ ან უკან მიყურებოდი და ეს პირდაპირ გაფრინდა იპოდრომზე. ინდუსები პადელს თამაშობდნენ და იქ უცბად გაგორდა და ზოგადად გეუნები, ანუ მოტოციკლეტი იმ ხელაზე გაფრინდა, რომ ეს ჩემი ძმაკაცი საბურთალოს საავადმყოფომ წაიყვანა და მოტოციკლეტი უაკის პოლიციამ წაიყვანა. ძალიან შორს გაფრინდა და ვაფშე არაფერი არ ჭირდა. აი ხო არის რაღაც რო თქვა რომ აი მოგონახე უკანო მოვიხედე ეს ნაპერწკლებს ყიდა იმაზე დაეცა ამ ბარდიურზე მიცურავდა კიდე გადავარდა გადმოვარდა ვაფშე არაფერი არ ქონდა. ეს ჩემს ზოგადად საავადმყოფოში ხო წაიყვანეს. მე საჯარიმოზე ხო წავედი წამოსაყვანად. ანუ მოტოციკლეტი რომ მოვიდა მეთქი რავი ნაკაწრები ქონდა ხო მარტო? არ ქონდა. დედას ვიცავარ არ ქონდა. აი ფარის ბუდეზე ქონდა, ეთყობა რაღაცა ცუდად მოხდა თუ არ მოვიდოდა. არ ვიცი რავი აი ვაფშე არაფერი. კიდე ერთი ჩემი მეგობარი გარდაიცვალა ცხონებული ცოცხალი აღარ არის ოღონდ მოტოთი არა. რუსთავის გზაზე ერთი 160-ზე დაუობლა მოტოციკლეტი. და თვითონ სახლში იწვა. და რუსთავის საჯარიმომდე ჩაცურდა ის მოტოციკლეტი და რომ ჩამოიყვანეს, რომ მოიყვანეს ჩემთან, მეთქი სხვა მოტო ხო არ გამოგატანეს. ვაფშე ნაკაწრი არ ქონდა. და ისიც KTM. KTM. დუკი იყო ის. ხო ეგ პირველად გავიგე სხვა გავსი რაღაც რავი. რამდენ ერთხელ დუკი ვნახე ვაჟაზე გაცურდა ჩემ თვალწინ და რავი ძეგლამდე ავიდა და ვაფშე დელისიდან ძეგლამდე ისრიალა ვაფშე ნაკაწრი არ ქონდა რომ რაღაცა სწავლისა. ვინც რეალს აპირებთ შეიძლება დუკი ისრიალა თამამად ხო რავი. არა ენდუროებში ძალიან გამძლეა დუკი ის რა ქვია KTM Husqvarna ეს ზოგადად ენდუროები ძალიან ხო როგორც ვიცი მე მგონი KTM-ი არა Husqvarna არის ყველაზე კარგიო და მე KTM-იო რა. ესეთი აზრი მაქვს მოსმენილი. მე როგორც ვიცი ერთ ეგიო ნაწილები უყენია. ან უფრო მაღალი ხარისხის ნაწილები უყენია Husqvarna-სო და მერეო KTM-სო რა. ერთ ეგიო ნაწილები უყენია. შენი განსხვავება არის უკან ამორტორის lowering link-ში რაღაცა. თორე ერთ და იგივე ქარხანაში იწყობა იდეაში ეგეც KTM-ის და გაზგასიც ხო როგორც ვიცი. უკან მე მინდოდა ყიდვა, მე არა ბოდიში ჩემს ძმაკაც უნდა და ყიდვა და გახელას ვკითხე ხო უკეთეს ვის ვკითხავდი და მითხრა რომ ერთადერთი ის არის რომ Husqvarna-ს უფრო ადლად ატარებსო, იმიტომ რომ უკან lowering link-ი უყენია სხვანაირი რა, ამორტორზე და უფრო რბილი სატარებელია ხა ჩემი KTM-ი და ის რომ ორივე ერთად არის ნაყიდი ერთ მაღაზიაში და ცოტა უფრო უხეშია ჩემ. მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს. ხო. ალბათ აგრესიული ტარების დროს მე აგრესიულად სიმართლე გითხრა არ მიტარები. სულ 3 საათი აქვს ნამუშევარი. ვერ მოვიცალე. არ შემიძლია ამ ბაიქსაც ვარ შევეხოთ. კიდე შევეხები აუცილებლად პოდკასტის დასრულებამდე. ძალიან დიდი მოთქმა გამოიწვია ამ მოტოციკლეტმა. რასთან დაკავშირებით? არის, არ არის, არაძმაო არავისთან არ შევდივარ დისკუსიაში. აი ვაფშე. წერტილი დაუსვათ რა. მე არავის დისკუსიაში მე რაც მინდა გარაჟში მიყენია ყველა. აი ვიღაცა რაღაც ავტობუსიდან რომ მე მესიჯება. ხო. ხო ეს არის H2 ერი. მეც ეგრე ვიცი რა და მე ძალიან გამიკვირდა იმიტომ რომ ეს მოტოციკლი ჩვენ გადავიღეთ. სხვათა შორის მე ვიცოდი რომ ZX-10 იყო. არ ეგრე წვრილმანებში არ დაუბრუნდი. ხო მე მითხრეს რომ ZX-10 იყო. ვიზუალურად მაგრამ ხო ანუ მე რო ეს გადავიღე რა და კომპრესორის ხმაც გავიგე ისიც ესეც და მე ისეთი აზრი მოვისმინე რომ არა ოძმაო. რა ვიცი არის მე რაც მინდა ის მყავს და ვისაც უნდა ის იყიდოს. არა თუ ეგრეა შენი პროფესიონალიზმი უნდა თქვა არა პრობლემა არ მაქვს. სადმოას არის რა იზმო ეს მოტოციკლეტი საქართველოში როა თუ რეკლამაში არ ჩამითვლით პირდაპირ გეტყვი რომ ქარმარკის დამსახურებაა 100%-ით შეგიძლია ვინც გინდა ისაცენო 100%-ით ქარმარკის დამსახურებაა პირდაპირ ვიტყვი ჩემი ძმაკაცის ირაკლი კუხიანიძის ვინც არის მაგის დამფუძნებელი ეს მოტოციკლეტი რო ვიყიდე ერთი თეთრი არ მქონდა მართლა უბრალოდ შემთხვევით ვნახე და დაურეკე კუხოს და უთხრა რომ მეთქი ეს მოტოციკლეტი უნდა ვიყიდოთ მეთქი და ეგეთ რაღაც ბევრჯერ მოხდა უკვე და ლაუჩევი ვიყიდიო და თავისი ფულით მიყიდა და მე გადავიხადე ამის ფული სანამ ჩამოვიდა. მაგრამ იმ მომენტში იმ წუთას მაგის ფული უხომ გადაიხადა და ჩამომიყვანეს ეს ჯიგარი. ჩემს მაგაცებს მიმართაო. ხო იცით რაც მინდა არა და ეხა ერთი კაცს თუ არ შეძლებს შეკარით რაღაც პუში და H2 იყოს მე არ მაქვს პრობლემა. ძალიან მომწონს. ჯიჯი, კიდე რა მინდა რომ
გკითხო რა და აუცილებლად აი მაგრად მაინტერესებს, იმიტომ რომ მეც ახლა მოტოციკლებს მართავ და მეც მაქვს რაღაც ინტერესები, რომ აი ჩემ მოტოციკლებს რაღაც რო გაუფრჩდება. მინდა რომ მე თვითონ რაღაც ვიჩხერ კედელაო ხოლმე რა და რაღაცა ჩემითაც შეუკეთო. მაგრამ რასაც ხვდები, ანუ ძალიან რთულია, იმიტომ რომ ინფორმაცია ჩვენთან თითქმის არ არის რა. რო გითხრა ახლა ინფორმაცია ჩვენთან რეალურად რის გაკეთებაც გინდა აი რო გითხრა რაღაც რთულია არ არის რთული. რთული არის ის რომ ნაწილებს მოგიწევს ლოდინგი. დანარჩენი დაშლა აწყობა. ერთადერთი არის რომ თავარია რომ აი მიზეზის მიგნება და ანუ უბრალოდ არის ის რომ მენუალში ყველაფერი არ წერია. ანუ არის რაღაცები რაც პრაქტიკაშიც არის და აი ძალიან აი როგორ რაღაცა იცი? აი მაგალითად მენუალს წერია რომ ახალი ნაწილს რო აიღებ ამ პლანას, აქ რო დააყენებ, იმუშავებს. მაგრამ აი ეს ნახმარი თუ გაქვს ეს პლანა და ეს მეორე მხარეც ნახმარია, აი ეგ რო შეაჯვარო რაღაც გინდა რომ გაზომვა გინდა, რაღაც აი ძირთადად ძრავზეა რთული. ახლა ნახმარი ნაწილები მუხლანა ლილვი იქნება ეს მკალენვალი. აი რუსულად კრენკშაფტი იქნება თუ კონოდი იქნება ან ბეარინგი ნებისმიერი არის ის რომ გაზომვა ჭირდება. მეორად ნაწილებს მაგას ვერ იდებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როცა ადამიანს მაგის რესურსი არ აქვს, არის ხოლმე რაღაც მოტოციკლები, მაგალითად ნახმარი მეორადი მუხლანა ლილვი ღირს პირობითად $500 და ახალი ღირს მაგალითად $2000. ეს $500 რო ნახმარი ღირს მარტო მაგით ვერ შემოფრაგლებით, მე ბევრ რაღაც ჭირდება ხოლმე იქ შუასადებები იქნება, ზეთის ტუმბო იქნება, ბევრი ნაწილი ჭირდება და საერთო ჯამში ადის ხოლმე ისეთ თანხაზე რომ მეორადებზე მიდივართ ხოლმე. აი ჩემ ჰაიაბუსა მაგალითად რო ვიყიდა დასტუკული იყო. და მე ახლები ვიყიდე ყველაფერი, იმიტომ რომ ფასში სხვაობა მქონდა $500 და $700 შორის იყო სხვაობა. და $200 გულიც ახალი ვიყიდე. ის და სხვა ნაწილები მაინც ახალი უნდა მიყიდე. უბრალოდ ისა რომ მეორადი მუხლანელი რო ჩამოვა, მე ის მაინც უნდა გაზომო, შეიძლება ზომაში არ იყოს, იმიტომ რომ გაცვეთილი იყოს, შემცირებული იყოს ღრიჭო და მაინც შეიძლება მოგიწევს ნაწილებს თავი უნდა გამოწერა და მე ჩვენ ახალი გამომეწერა ყველაფერი და მშვიდად დავაწყე და კი მუშაობს საათივით. ყველამ ვიცით რომ ხარ ერთ-ერთი საუკეთესო, ასე ვთქვათ, ხელოსანი, ვისაც შეუძლია რომ გაიკეთოს მოტოციკლეტი რა. ხელოსანი არა, მექანიკოსი. მექანიკოსი, მართალი ხარ, სწორი შენიშვნა მიღებულია. ხო, და ანუ ვიცი რომ შენ თუ მოტოციკლეტს დაგიტოვებ, სანდო ხელშია და იქიდან რო წამოვიყვან რაღაც ის არ იქნება დაკლებული და ანუ ვიცი რომ გულიანად გაკეთებ, იმიტომ რომ გიყვარს შენ თვითონაც რა და кайფო. ყველა მოტოციკლეტი არ მიყვარს. რომელი არ გიყვარს? რომელიც ჩემი არ არის. გაიმიგნება აიგეც. მაგიტომ ყავს ბევრი მოტორი მიყვარდეს რა. ბოლა როდის დაიწყე? ბოლა დაიწყე პირველი ბოლა ის როდის იყო? საქართველოში? არა, ვაფშე თელ დედამიწაზე პირველი შეჯიბრი როდის იყო? ვიცოდი, იმიტომ რომ სადღაც ვიდეოში თქვი და აღარ მახსოვს. პირველი შეჯიბრი იყო მაშინ როცა როგორც კი მეორე მანქანა მოიგონა. ხო. როგორც კი შეჯიბრი ჩატარდა საქართველოში ჩემ დროს, ანუ იმ დროს რომ მე მოტოციკლეტი ყავდა შეჯიბრი დაიწყო, იმ დღიდან პირველად საქართველოს ჩატარდა წრიული ბოლა, ანუ იმდენად მანამდე დრაგები იყო, რაღაცები ტარდებოდა, ფიგურული სლალომი, ეხლა ჯიმხანას ეძახიან, ჯიმხანას სახელით დღეს ცნობილი. ძალიან ბევრი ტარდებოდა და მანამდეც ბევრი მაქვს მოგებული საქართველოს სიარულში შეჯიბრი მაქვს მოგებული, ძალიან პატარაობაში რა, ალბათ აი 16 წელს იყო 15 მანამდე არ ტარდებოდა და მერე რო დრაგების მერე მაიმოტო იყო კლუბი და ერთ დღეს დამირეკეს და მითხეს რომ წრიული ბოლა ტარდებაო. ხო გამოხვალო და კი მეთქი და გაუთიშე. იმიტომ რომ ანუ კი უთხარი, ანუ გამოვიდეთ, მაგრამ აი როგორ აგიხსნა, იცი როგორ ჩატარდა? აი ხუთშაბათს გითხრას რომ კვირა შეჯიბრიო. აი პროსტა ეს სპონტანურად დაიგეგმა, რომ ყოფილიყო წრიული ბოლა. და სხვათაშორის საქართველოში ჩატარდა პირველი წრიული ბოლა, საერთოდ დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში პირველი წრიული ბოლა ჩატარდა, ისიც მე მოვიგე. და რაღაც 750-იან ჯესკს ერთი ყო. მაშინ არ იყო ეს კონკურენცია რა. ხო, ნუ ჯერ ეხლაც გვიჭირს მაგ მხრივ რომ ეხლაც ხო, რაოდენობრივად ეხარ არის. ეხა უფრო რაღაც ვარიანტია რომ უბრალოდ სისხლში გვაქვს რომ შეჯიბზე რომ გამოდის ქართველი. ხო. უნდა მოიგოს. ანუ რო წააგოს შანსი არა. ანუ ქართველი ვერ წააგებს. მაგრამ ნუ იქ იტალიელები და ისინი ხო სიაპანდი ხარ როსი მარკესი ისინი ხანდახან აგებენ ხოლმე მაგრამ ქართველი ვერ წააგებს და მაგიტო ბევრი არ გამოდის იმიტომ რომ
აი რომ ბევრს ვთქვი რომ აი შენთან ერთად რომ გამოვიდე რა აზრია. არა და პირიქით შენთან ერთად უნდა გამოვიდე თუ რა ვინც გამოდის იმათ გამოსვლას რატო აქვს აზრი მაშინ. ყოველთვის ხო არ ვიგებ. ხან მე ვიგებ, ხან ის იგებს, ხან ის იგებს, ხან ის იგებს. ეს მას ეგრე რო იყოს დაწერილი ყოველთვის მე ვიგებ და ვაფშე არ გამოვიდოდი. ხო აი საერთოდ არ გამოვიდოდი. რა მინდა იცი რომ გითხო ბევრი ვარჯიშით შეგვიძლია რომ მივახციოთ პირველობას თუ არის კიდე რაღაც სხვა საჭირო რის გარეშეც ანუ რამდენიც არ უნდა ივარჯიშო ვერ იზავ. MotoGP ხო გიყურებია? კი. აი პირველი 5 კაცი, ან მაგალითად 10 კაცი არის ის ვინც დაიბადა მაგ ნიჭით. დანარჩენი ყველა როგორც დადის მაგის მიღწევა შეიძლება ვარჯიშით. იცი რა სხვაობაა? ნახე, მაგალითად რო აიღო ნიჭს და მონდომებას შორის, აი რა სხვაობა ნახე. ტრეკის ერთი დიდი პლუსია თუ მინუსი ვისაც როგორ ჭდება ესე შეაფასოს. ნახე რა არის ტრეკი შეიძლება დაიზეპირო. ანუ მიდიხარ აი აქ ატორმაიმ ზოლთან ატორმუზებ, იწყებ მოხვევას, მე ამას აკეთებ, იმას აკეთებ, აი ერთხელ ვერ ქენი, ორჯერ სამჯერ მეათეთ ხო იზავ. ერთხელ დაიმტრევი, ორჯერ და ტრეკზე ვერ მოკვდები. ანუ თუ არ გინდა ვერ მოკვდები რა. და ანუ მაგ ყველაფერს დაიზეპირებ და საბოლოო ჯამში მიხვალ იქამდე რომ რაღაც შედეგს დადებ. მაგრამ როგორც კი აღმოჩნდები სხვა ტრეკზე იქ ვერაფერს ვეღარ აზრობ. აი ეგ არის რომ მაგალითად ნიჭიერს და ვარჯიშით მიღწეულ შორის ეგ სხვაობა იქნება. მაგრამ ჩვენთან საქართველოში იქიდან გამომდინარე რადგან ერთი ტრეკი გვაქვს, შეგიძლიათ თავი დააკლათ, დაიზეპიროთ, პრობლემა არ არის. აი ამაზრს რამდენად ეთანხმები მე მომისმენია კარგი მაგარი მრბოლელი, კარგი არა, მაგარი მრბოლელი ვერ იქნები თუ მოტოციკლეთ შენ თუ ვერ აკეთებ და არ იცი ყველაფერი ზეპირად რა როგორ კეთდება. არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვი. მაგარი მრბოლელები ყავს, ვინც მაგალითად ტექნიკურად როგორ დიდად ერკვევიან მეთქი არა, მაგრამ შემიძლია ერთი ნათელი მაგალითი მოგიყვანოთ ავტოსპორტიდან. რათა ხაჯაია, ყველა მიცით. ალბათ საბურავი არ ექნება შეცვლილი არასდროს. ძალიან მაგარი. ხო. ეგ ნიჭიერია. აი უკვე აღარ მიკვირს, მაგრამ აი რო დაიწყო დათამ შეჯიბრებზე სიარული საზღვარგარეთ და ანუ იცი როგორი მომენტი მქონდა რომ არის რაღაც ტრეკზე ჩავიდო და მქონდა ესეთ შემთხვევაში თქვა წვიმა იყო რაღაც ვერ ივარჯე რაღაც შეჯიბრზე გამოდა მოიგებდა. ანუ ეგ არის ის ძალიან დიდი ნიჭი, რაც ადამიანს აქვს. აი მე ეგ მაგალითად ჩემ თავზე არ გამომიცდია. ასე რომ ესე არა მეთქი ნიჭზე იძახი და მეთქი არა არ გამომიცდია იმიტომ რომ შეიძლება სხვა ტრეკზე წავიდე და საერთოდ ვერ ვიარო. ანუ როცა სადმე რო წავიდე მაგალითად ეხლა და შეჯიბზე რო გამოვიდე ეს ტრეკზე გიჟივით მარტო რო ვიარო შეიძლება სადღაც ვიარო გიჟივით. შეჯიბზე რო გამოვიდე კიდე რა ციო ჩვენთან არ არის მაგალითად აი ვიღაცა მოგზა ჩაგიჭრას. ჩვენთან გზას ვჭრიხო მარტო მე მაგრამ ვიღაცა აგრესიულად მე როგორ ჯიპიში რო უყურებ რა ანუ აგრესიულად სიარული მე მიყვარს რა რომ რაღაც მაგრამ ის რომ ვიღაცამ ესე გზა ჩამიჭრას და რაღაცა შეიძლება სადღაც რაღაც მოხდეს მაგრამ ის რომ აი სისტემატურად იყოს და ეგ პრაქტიკა მოაგროვო და რაღაცა არა საბოლოო ჯამში ეხა ჩემნაირი ადამიანი რომ ეგეთ შეჯიბზე რო წაიყვანო დიდი ალბათობით ვერ დავაფინიშებ ერთხელ შეიძლება ჩამიჭრან და ავაცილო მეორედ მესამედ ახლა მაგას ძალიან დიდი პრაქტიკა უნდა და ეგ არის რომ ზუსტად ეგ არის რომ უნდა ბევრი ვარჯიში და ჩვენთან მაგის განვითარების ის არის იმიტომ დიდი კონკურენცია არ არის ანუ ტრეკზე უბრალოდ რო გამოვდივარ თქვა რამდენიმე კაცი თქვა სულ 10 კაცია ხოლმე სტარტზე და ნუ ეს დაძაბულობა კი ახლოს მოყვება ვიღაც მაგრამ ერთმანეთს უფრთხილდებით მაინც ერთმანეთს უფრთხილდებით და მაყურებლისთვისაც აქვს მე მაგას მნიშვნელობა ხო მაინც ეხა ის რო იყოს ჩვენთან რაღაცა ზე გადამწყვეტი რო იყოს არავის არ გაუფრთხილდები მაგალითად წესების ფარგლებში რა თქმა უნდა მაგრამ მაინც ეხა როცა ვიცი რომ არაფრის გულისთვის ტიპი უნდა დავამტრიო კი თვითონ არაფერ მომარ მოტო გაუფრთხილდება ის გაუფრთხილდება რა თქმა უნდა რა გასასვლელია ისე აი საქართველოში უკვე რავი ეს პერიოდი რაც ტარდება ძალიან ბევრი მოიგე ძალიან ბევრი მონაწილეობა მიიღე და აი რავი ეს გამოცდილება დააგროვე და თუ გეგმა საზღვარგარეთ რაიმე ტურნირში მონაწილეობის მიღებას არა რატო აზრი არა აი ცდის გამო რატო არ აქვს აზრი ვიცი შედეგი და იქამდე მივდივართ რაც შენ თვითონ თქვი ხო მაგრამ ვიცი შედეგი აზრი არა შე რა გონია ევროპაში რატო არიან მაგალითად აი ეს პილოტები და ძალიან მაგარი პილოტები ვინც არიან ევროპელები რატო არიან ესპანეთი იტალია სამხრეთ იტალია ანუ რო იბადებიან
ანუ პატარა მოტოებიდან იწყებენ და მთელი ცხოვრება მოტოს მიყვებენ და ანუ მაგათ გას, ანუ შესიზღვრებული აქვს ეს ყველაფერი. მე რეალურად შეჯიბზე რომ გამოვდივარ ხა წელს მაგალითად შარშან ოფიციალურად შემილია რუსთავის ტრეკზე ჩავიდა და ამოვიღო რამდენი საათი მაქვს ტრეკზე ნავარჯიშები. და შეიძლება 24 საათი არ გამოვა. მთელი წლის განმავლობაში. იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ანუ ისთვის მოვიკლა თავი. ისიც რომ ვამბობ რა ყოველ დღე შემიძლია მივიდე და ჩემი რეკორდი ჩამოვწიო, მე კიდე ჩამოვწიო, მე კიდე აზრი არ. ანუ სიმართლე გითხრა მაგის მუღამიც არ მაქვს რა. აი ბოლო შეჯიბზე რობანა მომიხსნა რეკორდი. და მაგის მე ტრეკზე არ გამოსულა. ეხლა რომ ჩავალ, ისევ მოხსნი. ნუ ისე არ მოხსნი რომ ხო 2 წამით არ მოხსნი, ახლოს რა იქვე რა. მე კიდე თუ ვიღაცა მოხსნის, კიდე ზაპას დავიტოვებ რა. ანუ მაგას აკონტროლებ რა. აზრს აძლევ. მაგრამ რა ვიცი რომ აი რო გითხრა ხა სადმე წასვლას მუღამა ინტერესი მაქვს ის მაქვს, მაგრამ რო ხა შეჯიბრებზე და ჩემია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს სახელით სადმე წავიდე და ხო ანუ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მაგრამ გაგვიხარდებოდა. მეც გამეხარდებოდა, მაგრამ შედეგი ანუ იმ მომზადებულებთან შედარებით ვიცი რაც იქნება. იმიტომ რომ მე ეგეთი მომზადება არ მაქვს. სულ ყველაფერს თავი დავანებოთ, ეხა დაახლოებით ერთი თვენახევრის წინ 113 კილო ვიყავი. ეხლა ვარ 100. სტარტზე უნდა ვიყო 90. ეს UFC-ს მებრძოლივით წონას ჩავწევ, ანუ მაინც მძიმე ვარ, მაინც არ მაქვს ის მომზადება, ანუ სპორტსმენს უფრო სხვანაირი მომზადება აქვს. მე უფრო უბრალოდ მოყვარული ვარ და გამიმართლა რომ ტრეკი გვაქვს, თორე ტრეკიც რო არ გქონდეს, რაც ვიყავი ტრეკის გარეშე, რაც ვარ, ისე ვის ვიქნებოდი. ნუ შედარებით ტრეკზე მეტი პრაქტიკა მაქვს მოგროვებული. რამდენად უცნაური მოსასმენია ეხა ეს ყველასთვის რა, იმიტომ რომ ჩემთვისაც რა, პირადად ხარ მრბოლელი რა. ხო, ზაღლო ქვეყანაში რო კატეს რა. აი რა გვაკლია? ბევრი მონდომება, ბევრი მონაწილის და ფინანსური რესურსი. აი, ეხა ნახე რა, დუკატი რომელთაც შეჯიბზე გამოვდივარ, დამიჯდა დაახლოებით $30,000. იქიდან გამომდინარე, რომ ეგ მოტოციკლეტი ჩემი მეგობრისგან ვიყიდე და მომცა კოლოსალურად იაფად. ეგ მოტოციკლეტიც რომელია? ბაიკლენჩი რო გათამაშდა. ხო. ბაიკლენჩი რო გათამაშდა, ვინც მოიგო? იმას ვთხოვე რომ მეთქი მაგ მოტოციკლეტი თუ არ ივლი და თუ გარბენი არ ექნება, მაგ მოტოციკლეტს ვიყიდი მეთქი. მოგონ მეორე პირობაც მაქვს მეთქი, ან ფასს მეტყვი, ან კის გეტყვი, ან არა, ან ვაჭრობას არ დაგიწყებ მეთქი რა. და საღამოს 9 საათი იყო რომ მომწერა რომ მოკიდიო. და ფასი მითხრა $14,000. სულ ახალ მოტოციკლს. და არ დაიძინო მეთქი და ღამის პირველ საათზე წამოვიყვანე ვიდეოს მაქვს და ლისის ტიპაზეც მის გზაზე ცხოვრობს ის კაცი და გზა იყო გაყინული და პატრული არ მიშვებდა. მეთქი შანსი არ არის. დაივიწყეთ მეთქი გამოვიდა და წამოვიყვანე რა. იმ ღამეს და მე რომ მივყევი დისკები და დაახლოებით $12,000. იმიტომ რომ ლარში ვიანგარიშე რა. სპონსორმა იყიდა და ლარში ეგრე გამოვიდა. ლარში მქონდა ანგარიშწორება და უკან ამორტოში გადავიხადე დაახლოებით $3,000. იმიტომ რომ ამორტორებში, იმიტომ რომ ვიყიდე, მე მატყუარატანი მაქვს უბრალოდ, ძალიან გამხდარი ვარ, მაგრამ წონა მაქვს დიდი და მაგ წონის ამორტიზატორები არ იყიდება ხოლმე. და ანუ რომ ვუთხარი, რომ მივწერე რომ მეთქი ესე და ეს წონა ვარ მეთქი და თან მეთქი საქართველოს ჩემპიონი და რაღაცები ჩავაქსოვე და წონაზე გამახვილა სპორტება და ნუ ეხლა არ დამცინეს ბოდი შეიმინგი ცოტა ის ევროპულ ქვეყნებში ერიდებიან და ის რა ქვია მომიწია რომ ვიყიდე მე კომპანია როტვეილერი იგავგზავნე მე იმად გააკეთეს მე გამოგზავნაზე იყო პრობლემა იმიტომ რომ ზე დაწერე რომ ნიტროგენია შიგნით მე გამაჩერეს არ როგორც იქნა ჩამოვიტანე გამორტორი მე წინა ამორტორები ისის და ამ მაყუჩი ღირდა სადღაც ჩემო ძმაკაც მომაჩქვა მაგრამ ხო ღირს ეგ ფული ღირდა $2,200 მგონი არ მახსოვს და მაჩვქა და ეხა რაღაც ინოისები იყო ხო მაგის პროგრამა დაჯდა
დაახლოებით ალბათ ერთი 1600-1700 თვითონ device-ით ჩამეწერა პროგრამა. მერე ლოგები ამოვიღე, გავგზავნე იქ და მაპი ჩაწერეს, მერე გამოგზავნეს, ვერ შევდივარ ესე მარტივად მაგმოტოში. მერე გამიგზავნეს, მერე ჩამიწერეს. ამორტიზატორები გავასწორებინე Deimos თუ იცი. Deimos-ი არის ადამიანი, რომელიც არის ამ მოტოს დაკიდების სისტემის ღმერთი. ხო. და მთელ მსოფლიოს, ანუ მრბოლელებს ემათ, ეგ უსწორებს, ამოსწორებს და მაგასთან მქონდა კოლები, ტრეკზე ვივლიდი, საბურავის იმის მიხედვით, დაწონის მიხედვით, ვიდეოებს ვგზავნიდი და აი მაგის მიხედვით, ჩემ წონაზე, ჩემ საბურავზე, ჩემი სიარულის მანერით და იმით მასწორებინებდა მოტოციკლს. ეგეც რა თქმა უნდა, თანხები ღირს. უკან over suspension-ი მიყენია. მოკლედ, ანუ ხარხნული მოტოციკლებზე არაფერი. სამხურჭე ხუნდები კარბონის, აი ძალიან ისეთი გამზადებული იყოს ეგ მოტოციკლები რა, ანუ თან კარბონები და რაღაცების დავამატენე როგორც მიყვარს და საერთო ჯამში გამოვიდი დაახლოებით $30000 ავიდა. მაგფასიანი მოტოციკლეთის ტრეკზე ხო. აი რაღაც გარისკვა, ანუ არც მინდა, იმიტომ რომ ეგ ის მოტოციკლები, რომელსაც ვიცი რომ არ გავყიდი, რომელიც უნდა მეყენოს ვიტრინაში და სახში უნდა იდგეს. ხო, ის სპონსორების თემაში შეეხედა. ძალიან რთული არის ესე ვფიქრობ, სპონსორების დაინტერესება ამ სპორტში დღესდღეობით რა. აი, მე ვინც სპონსორი მყოლია, რეალურად უფრო ძმაკაცურად. ხო. თორე ის რომ მე ჩემი მოტოციკლეთის დაბრენდვით რამე ბენეფიტი რო კონდეთ, რეალურად არა. გვერდში კიდევ გეხმარები. კი, და შემთხვევაც მქონია რომ ერთ-ერთ ჩემ ახლობელს ვთქვა რომ მეთქი ეს დასპონსორება მინდა მეთქი და რაღაც თანხაზე ვილაპარაკე და პრობლემა არ არისო რაღაცა ამასო ვეთყვიო, ჩავრიცხოთ რაღაც და მეთქი მოტოციკლს ამოდავაწევ და არ გინდა დაიკიდო. ნუ რა თქმა უნდა ეხა მსგავსის არც ხო. ამაგას არც განვიხილავ ეხა რაღაც ბენეფიტი ხომ მაინც უნდა კონდეს და მაგრამ რეალურად სპონსორები ჩვენთან, იმიტომ რომ კიდე ერთი პრობლემაა. უყურებენ იმას რომ ვის რამდენი ნახვა აქვს YouTube-ზე Instagram-ზე, მე მაგალითად Instagram-ს საერთოდ, ანუ Instagram-ი მაქვს, ისე პროსტ არსებობს, თორე არც შევდივარ. საერთოდ არა. ხო, სამწუხაროდ ეგერია, კი, რიცხვებს უყურებენ და არა ხალხს. რაღაც რიცხვებს უყურებენ, რაღაცის და ანუ მაგის გამო ეხა იმიტომ რომ რაღაც ბევრი ის კონდეს თორემ ცხოვრებაში არ დამიდია და არც მაქვს სურვილი და აი ხო მთელი დღე ვიждდე და რაღაცის ვაკეთო რომ მე ვიღაცამ უყუროს რომ მე იმას ის რაღაც ლაიქი დაუგროვდეს და ის დაუგროვ მე სპონსორმა რაღაცა მაგას ცალკე სამსახური ჭირდება რომ ეგ ყველაფერი მოაგორო. ხო იცი რაღაც არის შენ რაღაც არ არის შენ. დრო ჭირდება და ენერგია მაგ ყველაფერში. ხო, სამსახურში ვარ, მატოში ვარ ჩავარდნილი თავით აი Facebook-ზე ვიღაც რაღაც. სტორი დავდო ეგ კალენვალის. პარემ აი სპონსორებზე მივედით და არ შემიძლია რომ არ ვახსენო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ყველაფერს რომ ეს შედგა Speedy Logistics და სხვათა შორის მოტოციკლებზე აქვს ძალიან მაგარი შეთავაზება და შეგიძლიათ შეეხმიანოთ. ასევე Go Parts ავტონაწილების მაღაზია არის, რომელთანაც შეგიძლიათ რომ ონლაინ გააკეთოთ შეკვეთა და ისინი თავად მოგიტანეთ. ასევე შეეტყობით ჩვენ რომ ახალი ლოგო გვაქვს, აგერ მაისურზეც, ჩვენთან აქ YouTube-ის არხზეც, მთავარ პროფილზე ეს ლამაზი და კოპცია ლოგო არის გამოსახული. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კრეატიულ სააგენტოს ჭიანჭველებს აი ამ სილამაზეებისთვის. გავაგრძელოთ ისევ დაუბრუნდეთ მოტოციკლეტებს, გამიგონია და თუ დაგვიდასტურებ, მე შენ უკეთესად მოგვიყვები რა რომ რაღაც გადაღება მიმდინარეობდაო, ჯიჯიც იყო, მოტოციკლეტებს ვიღებდითო და ამოვიდა გადაღებაზე პოლიციაო, სავარაუდოდ ეძებდნენ რომელიღაც ბაიკერსო და ჯიჯი მივიდა პატრულთან ესე შუშაზე, მიუკაკუნა, ჩამოციო. მე მეძებთო და დაждდა მოტოციკლეტზე და გაიქცო. ოდ მანამდე ამ პატრულმა რო გამოიარა, ვერ დაინახა მოტოციკლეტი, იმიტომ რომ ისე ეყენა რომ ჯიპების შორის დავმალე. და რომ მივედი მეთქი, ანუ სანამ გადაღებაზე მივედი, იქ იყო რომ ანუ პატრული გამომეკიდა, დავტყდი და რომ დავმალე მოტოციკლეტი, იქ რო გადმოვედი მეთქი ხა რავი გადაღებაა რამე რომ მე პატრულთან თუ გაქვს მოგვარებული და ვერაფერს ვერ ვიზავთო. აი მეთქი და დავმალე მოტოციკლეტი და ერე მივედი უთხარი მეთქი პატრულს მეთქი მე ვიყავით ყულა მეძებთ მეთქი მოტოციკლეტ არ ვარ მეთქი და კარგიო და წავიდნენ. ხო, აი ცოტა სხვანაირად მქონდა მე მოსმენილი. არა, ეგრე. ვარ, მაინც რაღაც ძალიან უცნაურია რა მე მეძებთ. პატრულთან ისტორიები ძალიან საყვარელი ისტორიები მაქვს, ძალიან ბევრი სხვათა შორის. განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარული გაკავშირებს, ხო? კი, კი. კაპეზეც სხვათა შორის ხანდახან ცივა. მაგრამ ზაფხულში გრილა. არ არის. ეს ალბათ მოტოციკლეტთან დაკავშირებით ისევ და ისევ.
სხვა რატო? არა, სხვებიც მოვისმინე მე შენ პოდკასტში რო იყავ, იქაც მოვისმინე რაღაც ისეთი ისტორიები, რის გამოც თავისუფლად შეიძლებოდა რომ ყოფილიყავი კაფესეზე. არა, ძირითადად მარტოს მოწმა 30 წელს რო ვიყავი. 34 წელს ვარ. ეს რამდენი მაიცოდით? მე ნათქვამი მქონდა მთელი ცხოვრება 18 3 დეკემბერს მაქვს დაბადების დღე და მთელი ცხოვრება ვამბობდი რომ 3 დეკემბერს გავხდები 18 წელს, 4 დეკემბერს ავიღე პრავას და მე როგორც თქვი, ზუსტად ისე შევასრულე 4 დეკემბერს ავიღე პრავა. ოღონ 30 წელს ვიყავ. ზუსტად თუ გინდა გაჩვენო, პოსტ ახლა სახში მანქანაში. ისა რა ქვია, 4 დეკემბერს მაქვს აღებული მოტოს მართვის მოწმობა. აი, საგამოცდო ცენტრში რომ მიხვედი და პრაქტიკის ჩამარება რო გთხოვეს. გინდა მაგარი გითხრა? შევედი გამოცდაზე. და მაგარი დაძაბული ვიყავი რა. ჯერ ძალიან ისე საუცხოო გარემოში ვიყავი, იმიტომ რომ პირველად ვიყავი იქ და თან ფოთში მომიწია, მაშინ კოვიდის გამო და ფოთში წავედი და იქ ჩავედი და რო ვაბარებდი გამოცდას, ძალიან დაძაბული ვიყავ, რატო მართლა არ ვიცი, აი რაღაც კატასტროფა, ცხოვრებისეულ მისიას ვასწავლე, მეხუთე ელემენტში ბოლო კადრი ვიყავ, რაღაც ეგეთ რაღაც ვაკეთებდი და არა და ზეპირადზე მარტივია რა. 26 კითხვას გავეცი, სწორი პასუხი და 27 ერთი პასუხიც რო გამეს და შემდეგი ეს 4 კითხვა ტრიალებდა. და ანუ არც მეცნობოდა კითხვები, ტვინი გამეთიშა რა. და აი თვალები დავხუჭე და მივაჭირე. და უკან გამომცდელი ვინც არის ის ქალბატონი იყო მოვიდა და გადიო. და მეთქი ჩავიჭერე და მაგდებენ რა. და მე დავიწყე ეგრევე ბუინო მეთქი არ გავალ მეთქი დავას და კაი მაშინ ვიჯექიო და ანუ მე ყველაფერი ხდება მაქსიმუმ 5 წუთში და გონი 9 საათი გელთვალა და მაშინ ვიჯექიო და დრო რო გავაო მე მაინც გახვალო რა. ანუ ის ვერ მიხვდა მე რატო არ გავდიოდი. რო მივხვდი რომ ჩავაბარე ანუ ის სამივე კითხვა, იმ სამივე კითხვის პასუხი ეგრევე ნათელი იყო. სამივე კითხვას სწორად გავეცი პასუხი და გამოვედი გარეთ. გამოვედი გარეთ გახარებულა და ფოთში რო გამოვედი და გაწვიმდა. ფოთში წვიმას რა უნდა და ვერ გაგიშვებთ გამოცდაზე. ხო, სინამდვილეში მკერავდნენ იმიტომ რომ თურმე მოტოციკლი გაფუჭებულია. მეთქი გავაკეთებ. მომიყვანეთ მე. და მე ამორთორე ეს მოტოციკლი ვიღაცას ყოლია სახში წაყვანილი. ანუ გასაკეთებლად. როგორც იქნა ეს მოტოციკლეტი ვიღაცა მოიყვანა და მიხსნიან რომ რაღაც ის არისო რა ქვია. აი აქ ესე უნდა გააკეთო, იქ ისე უნდა გააკეთო და კაი მეთქი და ამა ეს რომ დამელაპარაკა ეს გამომცდელი ვინც იყო შედიოდა და რომ უსმად გავაჩერებ კითხე და ვიდექი მოაჯირთან. და იქ რა უნდა გავაკეთო მეთქი რომ თქვი ერთი 10 კაცი დამესია რომ აი ხელებს ნუიშვერი იქ ვიღაცას ჩაჭრიან კარნახში ჩაუთვლიან და რაღაცები და ესე ხელები უკან წავიღე და მეთქი აი იქ რა უნდა მართლა არ ვიცოდი. იმიტომ რომ არც სკოლაში არ მივლია, არც არაფერი, ანუ ეს თან ესე რომ გავხედე ხა ყოველ გზა ჩანს ჩოლებოდა, ზოგი მანქანა მაღლა ადიოდა, ზოგი ჩამოდიოდა რაღაც და მოტოციკლით არანაირ იყო. დავჯექი მოტოციკლით ჯერ არ მიშობდნენ ჩემი ჩაფხუტით. ძალიან მთხოვე რა, ეხლა რაღაც ჯადო ჩაფხუტი მოიტანეს და რო გავედი გამოვიარ, მოვედი გავაჩერე და ჩააბარეო იმათ. მეთქი მადლობა. აი მართლა როგორ შეგიძლია მქონდა ერთი სული მქონდა როდის ჩამოვედოდი თბილისში. რომ მოტოციკლებზე დამждარიყავი და პატრულის წინ გავედი. რო ის მოწმობა. შეჭდა რომ გამოვედი იმ ხალმა თქვენო თბილისში მიზანდებით მეთქი კი მეთქი და მაშინო ესე გავაკეთოთო. ეხლა ზედმეტი 50 ლარი ვარ გადაიხადო. თბილისში რო ჩახვალო, ქავთარაძეზე მიხვალო ერთ კვირაშიო და აი მართლა ანუ აი ეგრევე გადავიხადე რა თქმა უნდა. წამოვიღე ცხელ-ცხელი მართვის მოწმა. თბილისში ჩამოღამე პირველი საათი იყო. გამოვიყვანე კარგა ხანი პატრულს ხედავდი, უცბად ხო ის გულიოში გიკუმშება. არ დავინახავდი პატრულს, აი ძალიან ცუდი შეგრძნება მქონდა. ჩვევად მქონდა ხო უკვე ეგ ემოცია რაღაც. ხო, მე პატრულს ხედავდი, ემზადებოდი გასაქცევად და მე რომ ახსენებდა რომ მართვის მოწმა მაქვს. გამაჩენია. შუბინჩაზე გვერდზე პატრული აომირგებოდა. თან უეჭველი გწნობენ ხა რავია, ნუ ეგ კი და მე ერთ კვირაში ავიღე მანქანის მართვის მოწმობა. ზუსტად ერთ კვირაში მანდედან. და მანქანაზეც ძალიან ისე იყო რომ მანქანაზე სხვათა შორის არასდროს არ დავდივარ ჩქარა. აი რა ჩქარი მანქანა არ სამყული. მაგრამ ანუ ეს ჩქარა სიარული ქალაქში მაინც არნოდა. დღევანდელ დღეს ჩქარა გულით რო გინდოდეს ვერიული. ანუ ჩაოლებრო დავდივარ და მანქანაზე გაჩერება ნაკლებად. აი ძალიან იშვიათად რომ მანქანაზე გავჩერე. უფრო მოტოციკლი თან ჩანდა, თან ხმაურიანი, თან ეხა ცუდად დავდივარ და ალბათ ზოლიდან ზოლში გადადიოდი ციმციმას რთავდი და აუცილებლად. ციცია ბევრჯერ მაქვს შარფი ზოლიდან ზოლში გადასვლისას ცალთვალზე და
არ ჩანდა უბრალოდ, თორე არ გაგაჩერე. დაბლა. ეს ხო, თორე არ გაგაჩერე მე დაწუნებული ვარ. არა, მართლა რომ აი არ მიყვარს ეს უაზრო რაღაც, ვიცი, პატრულს გავეკეცი, პროსტა მჭირდებოდა. ხო, სხვა გზა არ გქონდა რა, არ დაგიტოვეს სხვა გზა. ბოლოს უკვე ისე ვიყავ, რომ დედაჩემის სახლში გარაჟში შედიხარ, გარაჟიდან არის სახლში ასასვლელი. უცბად დავტყდებოდი, დავიმალებოდი, დედაჩემს დაურეკავდი, ან სახლში ვინც იყო, სახლიდან გარაჟის კარებს მიიღებდნენ და მოტოთი შევარდებოდი და მე მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული, მაშინ მართლმოწმო არ მქონდა და სამეზობლო იქ ეზოში შევარდებოდი იქ. არ გიბირჟავებდა ხოლმე პოლიცია, მე გარაჟთან როდგა, როდის გამოვა ეს მოტოციკლეტი. არა, ძალიან ბევრი ერთხელ გაჩერებული მოტოციკლეტი წაიყვანეს ჩემ. სახლთან იდგა. რაღაც გამოძახებაზე იყო პატრული და გადაამოწმეთ რა განსაკუთრებით. ეს გარაჟთან გაჩერებული მოტოციკლეტი, ფანჯიდან უყურებდი რომ მიყავდათ. ამომხედა შენი ხო არა მეთქი მორავე. იმედით რომ მეთქი მე საჯარიმოდან ისე გამოვიყარო, ჯარიმას არ დამიწერენ მეთქი და რა თქმა უნდა დამიწერეს. შენ მიხვედი წამოსაყვანად და ნუ ხო ეხა ის პატრული ხარ დამხდებოდა. ძალიან მაგარია. ეგ ძალიან გამიკვირდა ეხა რომ რაღაც მართვის მოწმობა რამდენიმე წლის წინ აიღე. მე არ გამიკვირდა, მე გამეხარდა. ძალიან მე რო დავიწყე ქალაქში ბოდიალი, ასაკი მქონდა ისეთი რომ ანუ მართვის მოწმობას ვერ ავიღებდი. იმდენი ჯარიმა დავაგროვე, რომ ფიზიკურად ვერ გადავიხდიდი. იმიტომ რომ მე რაღაც ჯარიმის ხანდაზმულობის ვადა გავი საერთო ჯამში მაგ არ პროსტა არ ვიტყვი კოლოსალური რიცხვი გადახდილი ჯარიმებში და ბოლო გადახდაზე ერთს ვიტყვი მარტო. ერთ გადახდაზე გადავიხადე 18500 ლარი. რომ მართვის მოწმობა მომეღო და ეს აპარატთან ვიდექი და მე ის ბანკის ორი თანამშრომელი სამ აპარატთან გადავნაწილდით და ეს შეცვლა. ვიხდიდი. ერთხელ იყო დამირეკეს იმიდან რა ქვია. ახსულებიდან დარეკეს სახლში ჩემთან. და დედაჩემ მოუპასუხა და რაღაც ჯარიმა გადასახდელი რაღაცა და კაი მე და წამიყვანა 18 წელს ვიყავი. წამიყვანა აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი ახსულებებზე მივედით და საფლო ბიუროში. იქ რაღაც რიგი ავიღეთ და იმქალმა პრობლემა არ არისო, მართვის მოწმობა რა იყოთო, გადაიხდითო ამასო და კარგად და კოდი ფურცელზე დაწერა და რამდენი მქონდა გადასახდელი. ხო და იცი როგორ იყო რომ ანუ კოდს და იმ რიცხვში დიდი სხვაობა არ იყო და ესე რომ გამოაცურა დედაჩი მაიყო და ეგრევე შეომიწვა და აი როგორ იყო იცი 15000 რაღაც იყო რა აი 150 ლარის გულისთვის აქ მომიყვანე იქო დამაგვიანდაო ისო ეს რაღაც და იქ ეხარ შემჩნე ხო მეთქი იმ ხალხს სახეში ერცვალა რა 150 ლარი და იმ ხალხს თვალით ვანიშნე მეთქი არაფერი მეკ და გარეთ რომ გამოვედით მომც 150 ლარი და მიდიო შეიტანეო აპარატიდანო გადაიხადა და 150 ლარი იცი რა იყო ჯარიმას რო ხო იცი 1 ლარი ზედმეტს რო ბანკის მოსა 150 ლარი მაგის იყო მარტო საკომისიოს გამოვედით მეთქი დედა მეთქი არ გინდა წამ სახში ვილაპარაკოთ არა ეხლა გადაიხადე ჩემ თვალწინ რაღაც არა მეთქი დედა სახში ვილაპარაკოთ არა მეთქი და ბოლოს ჩაიქნიეს ხელი რომ ანუ ყველამ რომ აი არ გაქვს და მეც უკვე ისე ვიყავი რომ ანუ მართლა გულით მინდოდა მართვის მოწმობა არ მქონდა მაგრამ იმდენი ჯარიმა იყო თან ხადაზმულობა და ქონდა 5 წელი 5 წლის მერე ხა 18 წელს იყო 23-ის და მე 5 წელი ველოდა იმ 5 წელს დავაგროვე მე კიდევ ველოდა და აზრი აღარ ქონდა და მე ავიღე რა მართვის მოწმობა მე მგონი მაგიტო იყვნენ ოჯახში წინა ოდეკ მოტოციკლეტს თორე შეერაფერს არის მაინც დავდიოდი აი ყველანაირ ტექნიკასთან გაქვს შეხება რა მოტოციკლეტი, კვადრო, რავი, ბაგი, წყლის სკუტერი, ყველაფერს მართავ, რომელი არის ფავორიტი და რატო? სკუტერი. სკუტერი? მოპედი. ყველაზე კომფორტულია ჩემთვის, ანუ რეალურად ყველაზე მეტად მაგას ვიყენებ და ყველაზე მაგრად მიყვარს. ანუ ყველაზე კომფორტულად თავს მაგაზე ვიყენებ. იმიტომ რომ მე ხა ბევრჯერ მიწევს, ქალაქში სიარულო მიწევს, ხანდახან ელიავაზე დღეში 2-ჯერ 3-ჯერ ჩავდივარ. ამით ელიავაზე ხო არ ვული. ჩემთვის მაგალითად ყველაზე სწორი ტრანსპორტი ეგ არის. ხა სტრიტი არ მიყვარს. იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ანუ 4 ცილინდრიანზე რო ვძდები, სხვა მოთხოვნები მაქვს, მე ის არ არის და არა საჩემო რა. თორე ქალაქისთვის იდეაში სტრიტი კაია. აი, პროსტა ჩვენთან როგორ არის, ვიღაცა ნიჭიერი დადგება და დრო ბევრი აქვს TikTok-ზე ეს ლამაზად დამიწეს გამართული ქართულით, რომ მაგას ქალაქში რაში იყენებ და რაღაცა და ნუ აპარს უნდა გას. და მე ვიღაც თქვას მარიგებს, რა, მაგას ქალაქში
და შემდეგ ახლა და ისინი არაფერს არ უნდა უთხრა ეხლა. რაღაცაზე ჩამოვარდა ამასთანაც ლაპარაკი და კომენტარებში მასწავლდა მაგას ქალაქში რაში იყენებთ რაღაც და რავი ეხლა მანქანასაც ზოგ 300 ჩქა ზოგ 350 ქალაქში რაში რა უნდა უთხრა მაშინ. შევით უნდა ვიაროთ ყველა. მაგრამ რა ვქნა დავაყენო მცხეთის გასასვლელში და იგი ბანზე გავიდე და იქ ჩამოვიდე თუ რა გავყავთ მე მიყვარს ეხლა რა. 600-იანი ქალაქში 600-იანი სიარულს და გინდა 300-იანი სიარულს ან მოპედით უნდა ვიარო ან ამით უნდა ვიარო რა ვქნა ეხლა ესემ მომწონს და აი 300-იანებს და 600-იანებს შევეხეთ რა და მოტოჯგუფებში ალბათ ნუ ყველა ვინც ვართ კითხულობთ ხოლმე რა და 300-იანებს 400-იანებს 600-იანებს მოტოციკლებად ართული მე ხო შეხე აი მე რო ვეხე მე ხელს ვიმახურე ანუ არ მიყვარს რა ანუ მე რო არ ვთვლი იმას ხო არ ნიშნავს რომ ხო არა რატო მიზეზი მაინტერესებს რა თორე ანუ რავი რა ტრაქტორები გეოსებ რა ტრაქტორები ჩოპერები კრუიზერები რატო არ გეოსებ ანუ ჩოპერებს რა ტრაქტორ რატო არ გეოსებ როხროხა ნელია რა დიდი გაბარიტია არც ანუ არ მანიჭებს სიამოვნებას რა განსხვავება 300-იანს იგივეს გეტყვის ზუსტად აქედან ხო ნუ ეხლა 300-იანზე კიდევ ისმის რა 300-იანი არის სტარტერ ბაიკი ხო 300-იანი არის Ninja 300 Ninja 400 Ninja 500 არის ძალიან მაგარი მოტო აი ძალიან უალტერნატივო მოტოციკლეტებია 300 რო გამოვიდა 250 რო იყო უალტერნატივო მოტოა ეგ 90-იანი წლების ძრავია იმ 250-იანში და წლებს გაუძლო ჩააბარა გამოცდა მაგარ მოტო გამოვიდა 250 არის 2008-დანაც გამოვიდა მერე უკვე გამოვიდა Ninja 300 ის უკვე ინჟექტორული სისტემით არის ბევრად გაუმჯობესებულია ზოგს ABS-იც აქვს მერე გამოვიდა Ninja 400 რომელიც ძალიან ლამაზია 616 ძალიან გავს ძალიან კარგი ანუ ყველაფერთ კარგი მერე ეხა მიხდნენ რომ 400-იც ცოტაა და ბანან 500 და ანუ ყველა ძალიან მაგარი მოტოციკლეტია Kawasaki-ს ეგ აქვს ძალიან მაგარი ეგ აქვს რა ძალიან დიდი არჩევანია ზე 125-დან რო იწყება 400 650 800 900 1000 აი ყველანაირი ანუ ZH2 და ანუ Z სერია ძალიან მაგარია მაგალითად X იყავს უკვდავი მოტოციკლი ანუ ყველაფრით ანუ მართლა კარგი ბრენდია მაგრამ ანუ ის ხო არა რომ რაღაც უნდა მომწონდეს აუცილებლად ხო არა რა თქმა უნდა მე მაგალითად პიანოზე ვუკრავ გიტარაზე ვუკრავ მაგრამ ვიოლინო არ მევასება რა რო ვუსმენ მაგრად მომწონს მაგრამ ხა ვერ ვუკრავ რა არც მონდომებია აი მე ვიძახი ხოლმე ყოველთვის რომ აი მეორე ბაიკად აი თუ ქალაქში რაღაც სკუტერიც იარული არ გინდა და მოტოციკლით უნდა იარო ვიძახი რომ აი Ninja 400 სიამოვნებით მეყოლებოდა მეორე ბაიკად ქალაქში აი ქალაქიდან ქალაქში რო გადახვიდე რა რო იცი რომ სადღაც მიდიხარ და იქ საცობია და აი 600-იანიც ისე მიხურდება ხოლმე თუ საცობში ხვდები რა რომ აი ფეხები მეწვის რასაც ვქი აი Ninja 400 ეგ პრობლემა არ მქონდა ნახე მაგალითად რო გითხრა ჩემ გარაჟში ყველაზე მძლავრი მოტოციკლეტი არის ეს და საერთოდ არ ცხელდება საერთოდ Ducati ცხელდება ისე არ ცხელდება რომ შემოწყვოს ყველაზე მეტად რაც მე მოტოები მყოლოდა ხურდებოდა R1 R92 მყავდა 2 მყავდა თან ორივე ეგრე იყო უბედურება იყო 2009-დან 15-მდე 14 ჩათვლით გამოდის ერთხელ თბილისის ზღვაზე მაგით წავედი სკუტერი მყავდა ხოლმე და ავედი უცბად წყლის სკუტერით და რომ წამოვედი შორტებით დავჯექი და შუაგზაზე გავაჩერე და შარვალი ამოვწვა ანუ ძალიან უბედურება მე ვხედავ იმის რომ ამის კოლექტორი რო დადიხარ ეს თავიდან ბოლომდე წითლდება არ ცხელდება წითლდება ანუ მე ტემპერატურას ვერ ნანახი მაგ თაკოს ვიდეო უდევს იმას რა ქვია ბათუმში გაწითლებული კოლექტორით მიდის და რავი შორტები და ჩუსტებით იყო ინდუსივით ძალიან ვერ იგზნობ რა აი ბოლოსკენ მივიდივართ უკვე და ორი კითხვა მაქვს დარჩენილი რა აი რაც აი ერთი კლასიანი თქო გადავიხდი ერთი მინდა რომ აი დამწყებებს ვინც ფიქრობს ჯერ კიდე მოტოციკლად წილოს რა რაიმე რჩევას თუ მივცემდით რას ურჩევდი და ანუ ყურადღება მეტი ანუ ყველაფერზე უნდა გამახვილო ყურადღება სხვათა შორის ანუ ბევრჯერ მაქვს ნაფიქრო აი სახში მოვსულ ვარ და ანუ არაფრის გამო დაღლილი რო ხარ და დაპროჟდა იმიტომ რომ აი იქ თვალი იძაბება იქ დაძაბულობა რაღაცა ქალაქში მოძრაობის გამო და აი რომ მიხვდები რომ დაიღლები უნდა შეისვენო რა და ბევრი მოტოციკლეტი არ არის როგორც მანქანა რა ბევრი ნიუანსი აი მაგალითად ელემენტარული რა ვიყოთ აი გასაწმენდი ვიზორი რო გქონდეს აი მაგან შეიძლება თვალი ისე დაგიღალოს რომ აი ხო ხვდები რა ანუ ყველაფერს შეიძლება ყველაფერს რაღაც შედეგი შეიძლება მოყვეს რომ ეგეთ რაღაც არის მაგალითად სპორტში ანუ ის რომ მოტოციკლეტით ქუჩაში დადიან
100% გამართული როგორია და რო იძახოს, იმ მოტოციკლეტ ტრეკზე რო შეიყვან, აღმოჩნდება რომ თუნდაც ყველაფერი იჭირს. ეგრე არის მოტოციკლეტი მანქანასთან შედარებით, ანუ ყველაფერს უნდა მიაქციო ყურადღება. ესე ნებისმიერი აი ჩვეულებრივი აი მოსპორტულო მანქანები რო არის. ხო. რომელიმეზე გინახავს ამორტორის რეგულირება ქონდეს? საქართველოში გაგიგია, ნუ აი რამდენიმე თითზე ჩამოსათვლი ადამიანის გარდა რომ მოტოციკლის დამზადება და ამორტორი დაურეგულირებია. თავის წონაზე თავის ზომაზე. მე მაგალითად მოტოციკლეტი რო გაჩერდება, შევხედავ და ჯერ ციკი მაქვს რომ წინა ბორბალს უყურებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს უკუმა უყენია. მერე ის რომ სხვადასხვა ბორბალი უყენია, მერე შევხედავ და ტურინგის საბურავი უყენია სპორტულ მოტოციკლს და აი ძალიან ზოგს ვადაგასული ყავს, ზოგს დახეთქილი ხაი ძალიან ბევრი ნიუანსი და რაღაც ყოდღებას არ აქცევენ. მე რაღაც მაგას რაღაც ცუდი შედეგი მოყვება ხოლმე და აბრალებენ ხან პრიუსს, ხან კი პრიუსის ბრალია. მაგრამ შენ ღეი დავაწვინე, არაფერი დაგიწვენია ის. გაცურდი უბრალოდ, იმიტომ რომ რაღაც ბანძი საბურავი გეყენა ან რაღაცა. ეგ არის ყველაფერს ნამექსო, ყველაფერს როცა დამწემხა ყველაფერი უნდა ქონდეს გამართული. თორემ მე რო სიტყვაზე მოტოციკლეტი გამართული არ მყავდეს, ანუ მეც ვერაფერს ვერ ვიზავ. მაგრამ ერთადერთი ის გამოცდილება მაქვს რომ მეცოდინება რომ გამართული არ არის და ისე არ ვივლი როგორც გამართული მოტოთი. თორე იგივე სიტუაციაში მეც რო უცბად რაღაც მომიწიოს, მეც იგივენად მეც წავიქცევი. უბრალოდ მე ვიცი რომ სიტყვაზე ვიღაცას რო გონია რომ ეს გამართულია, მე მეცოდინება რომ გამართული არ არის და არ ვენდობი უბრალოდ. ეგ არის უბრალოდ გამოცდილება. რამდენიმე დღეს ქავთარაძეზე სითიმოლთან. ხო. ვიდექი და ხმაზე გავიხედე და აი ბაზრობის წინ ერთი 100-ით ჩამოიარა მოტოციკლი და ბასლაინზე. ბაზრობის 1 2 3 შესასვლელია, ხალხი გადადის, გადმოდის, იქიდან მანქანა გამოდის, ის აი უბედური ადგილია, აი საშინელი ადგილია და 100-ით გამოიარა მოტოციკლი. მანდ უბრალოდ გაუმართლა. ან ვიღაცას გადაერბინა, ან მანქანა გამოსულიყო, ვერაფერს ვერ იზავდა აბსოლუტურად. რამდენჯერ ყოფილა ვიღაც მისულა და მithქვამს რა იმოდი ესენ უაკეთე რაღაც და გაიარე რა ჩემო ძმაო, იცი მე რასაც ვარ, ჩემ თავზე ატვე ჩაივარ და რაღაც. ნუ კი ბატონო. იყოს თავის პასუხისგებელი, მაგრამ ნუ გასათვალისწინებელი ეგეთ რაღაცები რომ უბრალოდ საშიშია. უბრალოდ ისეთ რაღაცას აკეთებ, რასაც ანუ შენ ვერ მართავ, იმიტომ კი არა რომ არ იცი, იმიტომ რომ უმართავია. ანუ უმართავ პროცესს ვერაფერს ვერ ვზო. იმ ადამიანებს, ვინც უკვე ზის მოტოციკლებზე და აი უნდა რომ რაღაც გონია რომ რაღაც ნიჭი აქვს, ან უბრალოდ უნდა რომ ცადოს ბედი ტრეკზე რა. როგორ დაიწყოს, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რა უნდა გაითვალისწინოს. ნახე, ყველა შეჯიბრის წინ ძალიან ბევრი ადამიანი ტრეკს დადის და ვარჯიშობს. არა შეჯიბრზე გამომშრალების გარდაც ბევრი დადის და ვარჯიშობს. ტრეკზე ხუთშაბათი არის დღე, როდესაც ნახევარი ფასი ღირს ვარჯიში. აქედან გამომდინარე, ხუთშაბათი დღე გვაქვს რაღაცნაირად ტრადიციად, რომ ყველანი ვიკრიბებით და რაღაც. ანუ შეგვიძლია ხუთშაბათ დღეს მოვიდეს. შაბათ დღეს არავის არ დაეზარება, რომ რჩევა მისცეს. შეგიძლია შეყვე მცოდნეს. შედონსაც შეყვე იმას კი ანიშნავს, რომ ის თავს გაიგიჟებს და შენ ვერ დაეწევი და წრეზე დაგეწევა და დაგცინოს არა. უნდა გაყვე, აგიხსნის სწორ ტრაექტორიებს ნახავ, სად დაამუხრუჭო მაგას ნახავ. ტრეკს ეგ აქვს, კარგი რომ უმეტესად ისეთი ადგილები აქვს, რომ სადაც დამუხრუჭების წერტილს გამაზავ, ანუ დააგვიანებ. გამოსწორების ადგილები. ყველგან არა, მაგრამ უმეტეს ადგილას. კიდე ის მომენტი გაქვს, რომ ანუ არ მოკვდები. შეგიძლია რომ რაღაცას გამაზავ, ხრეში შეხვალ, თუ წაიქცა მოტოციკლეტი, ააყენებ, თუ შეიძლება არ წაიქცეს კიდე ბევრი რაღაცა და ტრეკს აქვს ძალიან დიდი პლუსი ის, რომ შენ თავს სწავლობ, რა შეგიძლია და შენი მოტოციკლის იმ მხარეს სწავლობ, რასაც ქალაქში ვერ გაიგებ. კი არიან აი მე რო ქალაქში დავდივარ ძმაო და რაღაც. ეგეთი ტიპები ყოველთვის იქნებიან. ყოველთვის იქნებიან და ეგეთი ტიპები არასდროს შეჯიბრზე არ გამოვლენ. იმიტომ რომ მან თეთრი და შავი ტრაკი კარგად ჩანს. აი გადაღებას რომ მორჩები, რამდენიმე ცნობილი ტიპის სახეს და გვარს გეტყვი, მაგალითად, რომელიც ტრეკს არასდროს არ შევა. იმიტომ რომ იმიჯი აქვს შექმნილი, რომ ძალიან მაგრად ატარებს მოტოციკლს. და იქ ნუ ეგ იმიჯი დაიმსხვრევა. ისეთი ის არის, რომ ხვდები ყველას გონა რომ მაგრად ატარებს მოტოციკლს და რაღაც, იმიტომ რომ იქ TikTok-ზე დებს რაღაც ვიდეოზე, ქალაქში დასვეჭყავს და რაღაცა და კი ეგეც მაგარი ტარებაა, რა თქმა უნდა, მაგარი ტარებაა, მაგრამ ანუ ის უფრო სხვა არის. ხო, განსხვავდება რადიკალურად მეც. ხო, ანუ ეგეთი ტიპი შეჯიბრზე არც არ გამოვა. მაგ შეჯიბრზე. იმიტომ რომ აღმოჩნდება რომ თუნუ ვაფშე აზზე არა. და ვიღაცები ჩაუშხულებენ მეორე წრეზე, ну ის რაღაც TikTok-ის ის უნდა დაიმსხვრეს და მაგიტყვაზრებს. ძალიან დიდი მადლობა ჯიჯი. რა ვიცი, ძალიან სასიამოვნო იყო. წარმატებებს გისურვებ ყველაფერში. ტრეკზე ვართ ჩვენ სულ
გულშემატკივრობს და 11-ში არის დრაგი. კი, იქ ვიქნებით ჩვენ. გაითვალისწინეთ. წელს ძალიან მაგარ რაღაც გაკეთდა. ის როგორც იქნა ფედერაციასთან თხოვნით, მე ფედერაციამ თავის რაღაცებს გადმოალაგა. მოკლედ საერთო ჯამში მივაღწიეთ იმას, რომ წელს დრაგზე გვექნება კვალიფიკაცია. 10-ში იქნება კვალიფიკაცია რუსთავის დრაგზე, მე 11-ში იქნება დრაგი. შეიცვალა რაღაც წესები შეიცვალა, ბევრი უკმაყოფილოა რა თქმა უნდა. არ არსებობს ცვლილება, სადაც ყველა კმაყოფილი იქნება. ესეც ახსნა თუ გაკეთდა. შეიცვალა ნახე რა წესი. გამოიყო ნახე ყველა შეჯიბრი უნდა ქონდეს ორი მხარე რა. იმიტომ რომ დრაგი იმ თავითვე რომ არ არის პროფესიონალური შეჯიბრი, ის დრაგი რომელიც ჩვენთან ტარდება, პროფესიონალური დრაგია, რომელიც აი ჰუსერის საბურავები რო უყენათ, ხო იცი, ნიტრო ძრავებზე რო არის, რაღაც კატასტროფულ წებოზე რო, ეგ არის პროფესიონალური დრაგი. ეს დრაგი იქიდან გამომდინარე, რომ არც ტრეკი გვაქვს, არც რესურსი გვაქვს, არაფერი, არის ყველა ვარიანტში სამოყვარულო. სამოყვარულო დრაგი კიდე უფრო ისე გამოდის ამ ყველაფრით, რომ უფრო მეტი შანსი ქონდეს მოყვარულ ადამიანს, რო არ მოუწიოს მაგალითად მოტოს დაშლა ისის და ანუ უბრალოდ სიმაღლის დაწევა აიკრძალა მოტორის და ფარების დაშლა, მიშლა, მოშლა, მსგავსი რაღაცები ჩემი აზრით, ნახე, მე თუ ფარს დავაყენებ და შენს თუ ფარს დააყენებ, ვიქნებით თანაბარი პირობებში. თუ ეხლა ავწონით ეხა ფარებს და ჩემი 200 გრამით ძიმე იქნება და შენი მსუბუქი ეგ სხვა საკითხი, მაგრამ რეალურად რა ვიყოთ ეხლა ერთ და იგივე პირობა იქნება ყველასთვის. ეს იქნება სამოყვარულო კლასში და პრო კლასი დაგძელებული რაც იყო, ისევ დარჩება ისე, რაც გინდა გააკეთეთ, როგორც გინდათ გააკეთეთ. თუ მაგრები ხართ, მაღალი მოტოციკლეთაც მაგრები ხართ, დაბალი მოტოციკლეთაც მაგრები ხართ. გეთახმები. ეს არის ჩემი აზრი. წარმატებები და რა ვიცი, გაგვიხარდება ყველა შენი წარმატება რა. უღრმესი მადლობა, მე ძალიან გამიხარდება. წამოგეწევი ტრეკზე. კიდე მე ხო ვთქვი რომ პოდკასტამდე კიდე ერთხელ შევეხებით ხო. და კიდე ერთხელ შევეხე და რავი ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მე ჩემსასაც შევეხები ერთ დროს და სპონსორები შეგიძლიათ გამოჩნდეთ, შეიძინოთ ეს მოტოციკლი და გადმოგხვდეთ გრანდიოზულად საჩუქრად. ძალიან დიდი მადლობა. შევხვდებით შემდეგ პოდკასტში.